რა არის ნამდვილი ლიდერობა? არ არის ლიდერობა მკაცრი ხმა. ლიდერობა არის მართალი ხმა. თუ შენ გინდა საქმე აკეთო სწორად, შენ უნდა იმუშაო სწორ ხალხთან ერთად. ყველაზე კარგი რაც უნდა გაუჩინოს მენეჯერმა არის, რომ საკუთარი თავის რწმენა მისცეს თუ არ აქვს. თანამშრომელი უშვებს შეცდომას. შეცდომას უშვებს ის, ვინც რაღაცას აკეთებს. კი ბატონო. უშეცდომო არის ის, ვინც არაფერს არ ქმნის და არაფერს არ აკეთებს. ვიღაცა favorite ტიპი ყავთ და ვიღაცა არა. თუ შეიძლება თანამშრომელი იყოს შენი ნამდვილი მეგობარი. იშვიათია, მაგრამ არა შეუძლებელი. არ იყო ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი და თან იყო ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი. პატივისცემა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის სამსახურში თუ სიყვარული? ცალ-ცალკე არცეც აზრი არ აქვს. როგორ ვესაუბრო ადამიანებს განათლებაზე, თუ ამ განათლების მისაღები გონებრივი რესურსი აღარ დარჩათ. თუ გინდა რომ გამოგივიდეს რაღაცა, უნდა ენდობოდეს საკუთარ თავს და გადაწყვეტილებებს. აი ეგ არის მთავარი. მოგესალმებით სტუმრად ანასთან. დღევანდელი ჩემი პოდკასტის თემაა როგორ ხდება ქალი ლიდერი. მენეჯერული უნარები, მართვა, გუნდურობა და ის პიროვნული თვისებები, რომლებიც ყველაზე ძვირფასია. სანდოობა, სამართლიანობა და გულწრფელობა. დღეს ჩემთან სტუმრად არის ქალი, არა მხოლოდ წარმატებული და პროფესიონალი, არამედ ქალი, რომელიც სამართლიანობას არასოდეს არ თმობს. ქალი, რომელიც არის სანდო მეგობარი, რომელიც რასაც ამბობს აუცილებლად აკეთებს და ასევე არის უნიჭიერესი ადამიანი. ასწრებს ყველაფერს, როგორც ოჯახში, ასევე გარეთ. გონია რომ დღე არ ყოფნის. და კიდევ ერთი რამ, რაც ამ ადამიანს საოცრად უხდება. ეს ადამიანი არის კირჩხიბი. ყველა ამბობს, რომ კირჩხიბები ძალიან ემოციურები და ოჯახზე ორიენტირებულები არიან, მაგრამ ბევრს ავიწყდება მეორე მხარე. კირჩხიბი ყველაზე ერთგული, ყველაზე სანდო და ყველაზე მზრუნველი ლიდერია. კირჩხიბი არასოდეს თამაშობს და არ იტყუება. დღევანდელ ჩემს სტუმართან მინდა ვისაუბრო, როგორ იქმნება ქალი ლიდერი, როგორ ყალიბდება ადამიანი ადამიანად და მერე ლიდერად. ნამდვილი ლიდერი ყოველთვის ეძებს გამოსავალს, არ აშინებს საკუთარ გუნდს, პირიქით ის მათ აძლიერებს. დღევანდელი ჩემი პოდკასტის სტუმარია ირინა ნაცლიშვილი. გამარჯობა ირინა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა შენთან პირისპირ დაჯდომა პოდკასტში და გულახდილი საუბარი და მადლობა რომ დღეს ჩემი სტუმარი ხარ. რაღა დაგიმალო და ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა შენ პოდკასტში სტუმრობა. ძალიან დიდი მადლობა. დავიწყოთ. პირველ რიგში მინდა წარმომიდგინო შენი თავი, ვიცი რომ ბევრი რეგალია გაქვს. ჩემ თავს ასე ვახასიათებ ხოლმე რომ ვარ დედა, მეუღლე, მეგობარი და მენეჯერი. სად მუშაობ ამჟამად? ამჟამად ვმუშაობ და უკვე ბევრი წელია ვმუშაობ GPI Holdings-ში. კორპორაციული არხებით გაყიდვების განყოფილებას ხელმძღვანელობ. ირინა, მოგვიყევი, საიდან დაიწყე და რა იყო ის მთავარი მომენტები, რამაც დღევანდელი ირინა შექმნა? დღევანდელი ირინა მოდის ჩვეულებრივი 90-იანი წლებიდან, იმიტომ რომ იქ გავატარე ბავშვობა ამ პერიოდში. საინტერესოა. უბრალო ოჯახიდან ვარ ძალიან, დედაჩემიც, მამაჩემიც ორივე პედაგოგები არიან და მთელი ცხოვრება, რასაც უყურებდი ყოველთვის ბავშვობის მანძილზე ის იყო, რომ პატიოსან და სწორ შრომას ალტერნატივა არ ქონდა. რთული წლები იყო ნამდვილად, არა მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც შემეცნება ქონოდა, რაღაც საინტერესო თემებში მონაწილეობის შანსი ქონოდა. იმიტომ რომ ამდენ ინფორმაციაზე რაც ახლა წვდომა აქვთ ჩვენ შვილებს, ჩვენ ნამდვილად არ ქონია წვდომა, თუმცა დედაჩემმა და მამაჩემმა ბევრი რამ გააკეთეს იმისთვის, რომ იმ პერიოდშიც, როცა განათლებას ან ესე ალმაცერად უყურებდნენ, იმიტომ რომ დიდი იმედი სიტყვა კარიერაც უცხოდ ჟღერდა ამის რომ რაღაც ადამიანს საკუთარი ცოდნით, შრომით, გამოსილებით, ესე პატრონის გარეშე რაღაც შეექმნა ცხოვრებაში, ცოტა ისეთი რთულა წარმოსადგენი იყო. მაგრამ დედაჩემი მახსოვს, რომ მთელი ბავშვობა
გაყინულ თეატრებში გვატარებდა, ვისხედით. კი, მეც მახსოვს. ქურთუკებით მე და ჩემი და ხატვაზე დავდიოდით, სიმღერაზე დავდიოდით, ცეკვაზე შეიძლება ბევრი რაღაც არ მაინტერესებდა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ აი ყველა ის წრე, სადაც იმ პერიოდში ვიღებდით მონაწილეობას, იყო განვითარების ყველაზე კარგი შანსი, რაც შეიძლება იმ პერიოდში ადამიანებს მიეღოთ, ბავშვების ასაკში და მოვდივარ აქედან. უბრალო ოჯახიდან, სადაც პრიორიტეტი იყო, რომ ის წილი განათლება, რაც შესაძლებელი იყო იმ წლებში მიეცათ ბავშვისთვის, მოეცათ ჩემთვის და ჩემი დისთვის. და ძალიან ბევრი იშრომე შენ, რომ აი დღევანდელ დღემდე მოსულიყავი და დღევანდელი დღისთვის მიგეღწია. კი, ვიშრომე და ცხოვრებაში ბევრი რაღაცა, ყველა ეტაპი რაც გავიარე, რაღაცა მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რამაც საინტერესოდ დამანახა აზრი იმის, რომ ეს გამოწვევები ჩემი გამარჯვებით დასრულებულიყო. არა ვიღაცის დაჩაგვრის ხარჯზე, ან იმის ხარჯზე, რომ რაღაცა არასწორი გზით მეკეთებინა. უბრალოდ იმიტომ, რომ დღესაც აი ჩემ სტუდენტებს სულ ვეუბნები რა, რომ თუ თქვენ არ იცით A წერტილიდან რომელ B წერტილში გინდათ მიხვიდეთ, არ არის აუცილებელი ძალიან კონკრეტულად გქონდეთ ამაზე წარმოდგენა. მაგრამ მიზანი უნდა დაისახა. ცხადია, ხო? თუ არ იცით ეს ძალიან რთული იქნება, რომ თქვენი ოცნებები აისრულოთ. იმიტომ რომ თუ შენ გინდა ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიო, უნდა იცოდე რისკენ ისწრაფვი. და აი ეს მიზანი მე ცხოვრებაში ყველა დაბრკოლებას გადაგალახინებს. იმიტომ რომ შენ იმას ხედავ ნათლად, იცი რომ ის გინდა და ცდილობ ყველა სწორი მეთოდით და არ ყვევთან რა არის სწორი მეთოდი ცხოვრების ეტაპებთან ერთად ამ მიზნამდე მიხვიდე. ეს ძალიან ბევრისთვის ახლა შენი სიტყვები იქნება мотиваცია. იმედი. ბევრს გონია რომ ლიდერობა არის დიპლომი, თანამდებობა, თუნდაც მკაცრი ხმა. აი დღეს მინდა ვისაუბროთ შენ როგორ გონია რა არის ნამდვილი ლიდერობა? საინტერესო კითხვა. რა არის იციან, ანუ დღეს ხშირად მithქვამს რა, მოკლედ ჩემი თანამშრომლებისთვის, რომ რა ვთქვამთ, რომ აი რაღაც შენ განსხვავებული ხარ, ჩვენთვის უფრო ლიდერი ხარ და არა რაღაც უფროსი. და რა ვთქვამთ, აი როგორ ახერხებ ამას რა და ძალიან მარტივი პასუხი მაქვს ხოლმე ამ კითხვაზე. ბევრი ადამიანი შემხვედრია ცხოვრებაში, რომელმაც თავისი არასწორი მენეჯერული გადაწყვეტილებებით მასწავლა, როცა მე ვიქნებოდი მენეჯერი, როგორი არ მინდოდა რომ ყოფილიყავი. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გადასახედიდან შეიძლება ძალიან სენტიმენტალურად ჟღერდეს, რომ თქვა, რომ აი მადლობა ყველას, ვინც ცხოვრებაში რაღაც ცუდად მომექცა, მაგრამ ამ გადასახედიდან თუ კი რაიმე ისეთი შევიძინე თვისების სახით, გამოვიმუშავე, უნარები, აბსოლუტურად ყველაფერში მქონდა ეს ნიშნული, რომ არ დავმსგავსებოდი იმ ადამიანს, ვინც მე არ მომწონდა. იმიტომ რომ გამორიცხული ამბავია რაღაც კარიერას იკეთებდე და ამ კარიერის გზაზე ყველას უყვარდე, ყველას მოწონდე, ყველა შემოგწონდეს, ეს უკავშირი იყოს ყოველთვის პოზიტიური, ეს არ ხდება. და ამიტომ არ არის ლიდერობა მკაცრი ხმა, ლიდერობა არის მართალი ხმა. ლიდერობა არის პირველ რიგში უნარი, რომ საკუთარი მაგალითით აჩვენო რა გინდა სხვებისგან. იმიტომ რომ თუ შენ არ იცი, ასე ვთქვათ, შავი საქმე, შენ ვერ დაეხმარები შენს თანამშრომელს, იქ რომ რაღაცა პრობლემა შეექმნება, რომელიც შეიძლება მენეჯერის გადასახედით შავი საქმე იყოს, ამ დროში ძალიან მნიშვნელოვანია. რომ უთხრა, რომ არა, ეს არ არის რთული, არც ისეთია, რაც მე არ ვიცი. მოდი ერთად დავსხდეთ და ეს გავაკეთოთ. რა უფრო რთულია, პროცესების მართვა თუ ადამიანების თავიანთი ხასიათებით? კომბინაციაშია, იმიტომ რომ ყოლია სტაფი რაღაც 90-ზე მეტი ადამიანით, ყოლია სტაფი მცირე რაოდენობის ადამიანებით და ერთ რაღაცას მივხვდი რა. და მაპატე ითვალისწინებ
თანამშრომლების ხასიათს? გამორიცხული ამბავია, რომ არ გაითვალისწინო, იმიტომ რომ მე ვამბობ, მე რამდენი თანამშრომელიც არ უნდა მყავდეს, მე იმდენი განსხვავებული პიროვნება მყავს. გამორიცხული ამბავია რეზიუმეში ჩაწერილი განათლება, რაღაც სერტიფიკატები, სამუშაო გამოცდილება ახასიათებდეს პიროვნების გუნდურობას. მაგით ვერ მიხვდები. გამორიცხულია, რომ ეს რაღაც დიპლომები ახასიათებდეს ადამიანის მისწრაფებას სიახლეებისკენ. პირადად იცნობ ყველას? მაგითაც ვერ მიხვდები. აუცილებლად. აუცილებლად. კი, იმიტომ რომ ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, ჩემმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ თუ შენ გინდა საქმე აკეთო სწორად, შენ უნდა იმუშაო სწორ ხალხთან ერთად, სწორად შერჩეულ და შეთამაშებულ გუნდში. აი ჩვენი ფეხბურთის ნაკრების მაგალითი რომ ავიღოთ, ხო? ანუ ფეხბურთი ცალ-ცალკე ყველა მიცის დარწმუნებული ვარ, ყველა თამაშობდა რაღაც წარმატებულ კლუბებში, რაღაც ლიგაზე და ასე შემდეგ, ხო, რაღაც თავისი ევროპულ პატარა ლიგებს. ხო, დიდად არ ვერ ყოი ამ სპორტში, მაგრამ აი სუფთა გუნდურობაზე მაგალითი რო ვთქვა რა, რომ როდის შეძლეს რომ ერთიანად დაედოთ შედეგი. როცა ეს ყველაფერი ისე დამენეჯმენტდა, რომ ამ ადამიანებმა შეძლეს რომ საკუთარი უნარები გუნდურობით და მეგობრულობით სწორად გაერთიანებინათ ერთი მიზნის გარშემო. იმიტომ რომ ეგ ყველაზე მთავარია ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება. იმიტომ რომ თქვენ შეიძლება რაღაც გუნდში აიყვანოთ რაღაც ძალიან განათლებული ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად არ არის მისწრაფული იმით, რომ გააზიაროს, დააშეროს საკუთარი გამოცდილება, იმიტომ რომ ინანება, რადგანაც ესეთი განათლებული ადამიანი. თუ ადამიანი არ არის მიდრეკილი იმისკენ, რომ იმ გუნდში სადაც მოხვდება, ეს გასცეს პოზიტიურად თავისი გამოცდილება, თავისი რაღაც ცოდნა, თვითონაც არ იუკადრისოს, რომ რაღაც არ იცის. ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იმიტომ რომ ერთი ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, ძალიან სწორ გზაზე დამაყენა და ეს ადამიანი იყო კახა ბენდუქიძე. ქონდა ბედნიერება, რომ გემუშავა კახა ბენდუქიძესთან. ეს იყო ჩემი ცხოვრების აბსოლუტური უღელტეხილი რაღაც. კი, მაგაზეც მოგიყვებით, აი რაღაც უღელტეხილი. კახამ ამბობდა ეს რაღაც ერთხელ მითხრა, რომ ირინა პრობლემა იმიტომ არის საქართველოში ადამიანებთან მუშაობისო, იმიტომ რომ არასდროს არ ამბობენ რომ რაღაც არიციან, ან შეეშალათ რა, ანუ აბსოლუტურად ყველა მიზეზს მოიგონებენ იმისთვის რომ რაღაც შეცდომებზე საკუთარი ბრალეულობა აირიდონ თავიდან. ეგ თავის გადარჩენის ინსტინქტიც არის, ალბათ კომპლექსიც არის. ხო, არ უნდა გაგიტყდეს თქვა რომ რაღაც არიცი. კი. და გუნდში არასდროს არ უნდა შეგეშინდეს, რომ გვერდში დაიყენო რაღაცა მიმართულებით შენზე ჭკვიანი და კრეატიული ადამიანი. აი ეს დიდი კომპლექსი აქვს, იცი და აი ლიდერობის ნაწილში ამას უყურებ რა, რომ სადღაც არიან, რაღაცის ჰედები არიან, რაღაცას მენეჯერობენ და ანუ სულ ცდილობენ რომ მარტო თვითონ ჩანდნენ. ეს გუნდი არ იქნება წარმატებული. შენ გაქვს უნარი რომ წამოწიო უკანა რიგებიდან. აუცილებელი, გამორიცხული. მე ამას ყოველთვის ვაკვირდები და ყოველთვის აღნიშნავ. ეგ არის მთელი მიზანი, ანუ არც დიპლომია ლიდერობა, არც რაღაც იქ მკაცრი ხმა. ლიდერობის მთელი ფუნქცია და იდეა ჩემი გადმოსახედიდან მდგომარეობს იმაში, რომ შენი გუნდიდან შექმნა ბევრი ლიდერი და ამ ადამიანებს დააჯერო რომ მათ შეუძლიათ რაღაცა გააკეთონ, რითაც რაღაცას შეცვლიან, რაღაცას შექმნიან, თვითონაც წინ წამოვლნენ. იმიტომ რომ ცხოვრება არ არის ძალიან დიდი, მოკლეა. და ამ ცხოვრების გზაზე ადამიანს ყველაზე კარგი რაც უნდა გაუჩინოს მენეჯერმა არის რომ საკუთარი თავის რწმენა მისცეს თუ არ აქვს. თუ ვიღაცამ წაართვა დაუბრუნოს რა. და თუ უბრალოდ არ იცის როგორი ჭკვიანია, აჩვენოს რომ შენ ჭკვიანი ხარ, კრეატიულიც ხარ, გუნდურიც ხარ, თურმე კომუნიკაბელურიც ყოფილხარ, იმიტომ რომ მე მყოლია თანამშრომლები არ საუბრობდნენ საერთოდ. მაგრამ ამ ბავშვები იყვნენ, სტუდენტები იყვნენ, როცა ისინი თავის დროზე ჩემთან წავიყვანენ, დავინახე მთავარი, აი რაღაცა ის ნაპერწკალი თვალებში რა. აი ეს კიდე სხვა არის, რითაც დავიჯერე, რომ აბსოლუტურად არ მაინტერესებს GPA რამდენი გაქვს. მე მაინტერესებს რა გინდა რომ შექმნა ცხოვრებაში.
და რამდენად დიდად მოტივირებული ხარ საკუთარ თავთან შენ ამ ყველაფრის გასაკეთებლად. და როცა თანამშრომელი უშვებს შეცდომას. აი მაგ დროს რას აკეთებ და როგორ იქცევი? ნუ ორი ვარიანტია რა. ან უნდა წახვიდე იმ სტრატეგიით, რომ რა თმინდა ეხა მე თანამშრომელი რომელიც შეცდომას უშვებს, დღეს შეცდომა დაუშვა, ხვალას დაუშვებს, ზეგაც. ან მეორე სტრატეგია რომ უთხრა რომ ანუ შეცდომას უშვებ, ოკეი, ეს ძალიან კარგია, ანუ საქმეს აკეთებ, იმიტომ რომ სწავლობთ. თავარი ეგ არის, სულ ამას ვამბობ. შეცდომას უშვებს ის, ვინც რაღაცას აკეთებს. კი ბატონო. უშეცდომო არის ის, ვინც არაფერს არ ქმნის და არაფერს არ აკეთებს. ანუ პირველ რიგში თანამშრომელს უნდა უთხრა, რომ რა საქმის კეთებისას მოხდა ეს. უნდა გაანალიზოთ ერთად. და არ უნდა დაგეზაროს, რომ შენ დაიწყო ამ შეცდომის გამოსწორება მასთან ერთად. ეს არ უნდა იუკადრისო. და მან უნდა ნახოს, რომ რაღაც მარტო უფროსი კი არ ხარ, რომელიც ეუბნება, რომ ამას ესე რატო არ აკეთებ? აი ესე უნდა შეგვესრულებინა, რაღაც შენგან ამას მოველოდი, იქ ესე არ გამოვიდა, არა, მან უნდა დაინახოს, რომ შენ მისი მენტორი ხარ ამ დროს. და მე ხსოვს შეიძლება ზუსტად არ ერკვევი იმაში, რაც სადაც ეს ჩეპე მოხდა რა, მაგრამ მასთან ერთად ცდილობ ამ ყველაფრის გამოსწორებას. და თუ სწორად აღიქვა ეს ყველაფერი შენმა თანამშრომელმა, მაშინ ნუ შეიძლება მეორე დაუშვას ეს შეცდომა, მაგრამ ნუ მცირე რაოდენობით. კი. მესამედ უნდა გაანალიზოს. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ალბათ არის ის, რომ თავის გუნდში ადამიანებს არ დაუკარგოს საკუთარი თავის რწმენა. და დააჯეროს, რომ ნებისმიერი ტიპის შეცდომა გამოსწორებადია. ნუ პატარა საქმეს გულისხმობთ თუ არა, არა ისეც რამაც შეიძლება რაღაც კატასტროფული შედეგები მოიტანოს, ხო? და დააჯეროს, რომ მისთვის მისი თანამშრომლის აზრი მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ უკუკავშირი თუ არ ხდება, სადღაც ერთი ადამიანი დგას და აქეთ არის სტაფი, თანამშრომლები, ეს ცალკე სივრცედ იქმნება, იცი? ამათ მე თავისი გაჭირვებასაც მხოლოდ ერთმანეთში აზიარებენ, სიხარულსაც მხოლოდ ერთმანეთში აზიარებენ, რაღაცა გამოწვევებზეც მხოლოდ ერთმანეთთან საუბრობენ, რაღაც პრობლემების გადალახვის გზებზეც და ცალკე რჩები. ისინი ცალკე არიან. აბსოლუტურად. კი, მოდიხარ რაღაც გამარჯვებად როგორ ბრძანებით? კი, ბატონო, კარგად რაღაც ცალკე ხარ. აი, ეგ არ უნდა მოუვიდეს ადამიანს, იცი? არ უნდა გარიყოს თავისი შეხედულებებით, კომენტარებით, გადაწყვეტილებებით, ქცევებით საკუთარი თავი დანარჩენი გუნდისგან. პირიქით, ის უნდა იყოს ამ გუნდის ბირთვში, აი რაღაც ისე რომ წარმოვიდგინოთ, ცენტრში უნდა იყოს და მის გარშემო უნდა ერთიანდებოდნენ ადამიანები, რომელსაც აქვს მისი იმედი. ეტალონია ის რაღაცა გადაწყვეტილებებით, მაგრამ არამც და არამც არ გულისხმობ, რომ არ უშვებ შეცდომებს. იმიტომ რომ გამორიცხული ამბავია, ვამბობ, რომ ცხოვრებაშიც უშვებენ ადამიანები შეცდომებს, საქმეშიც უშვებენ ადამიანები შეცდომებს. რა თქმა უნდა. თუ არსებობს ეგეთი რამე, რომ თანამშრომელი იყოს შენი ნამდვილი მეგობარი, რასაც ნამდვილი მეგობრობა ქვია. აი როგორ არის ახლა ეგ საკითხი რა. თუ იმდენად შეგიძლია, რომ ეს ჰორიზონტი რაღაც ზღვარი, რაც გადის შენს უფლებამოვალეობებსა და მის უფლებამოვალეობებს შორის არ წაგეშალოს, რატომაც არა. მაგრამ ამას ჭირდება წლები გამოსწრება. მე მაგალითად, როცა გავხდი მენეჯერი, რაც თქვა რაღაც ხელმძღვანელობა რო ჩამბარდა, ვიყავი 23 წლის. მქონდა თუ არა უნარი თანამშრომელთან სწორი მეგობრობის ისეთი, როგორც მაქვს დღეს, არ მქონდა, რა თქმა უნდა. და ამიტომ ამ გადაწყვეტილებას ის ხალხი, ვინც მიცნობს იმ პერიოდიდან, მეუბნება, რომ აი რაღაც მაშინ ბევრად უფრო მკაცრი იყავი სიტყვაზე რა, რაღაც ბევრად უფრო ხისტი იყავი. არ გამოვრიცხავ, ვიყავი და ამას ერთადერთი მიზეზი აქვს, იმიტომ რომ ძალიან რთულია რაღაცის
ხელმძღვანელობა ჩაიბარო და გუნდი აიყვანო. ხო, გუნდი აიყვანო და უკვე ეს ყველაფერი ის, იმიტომ რომ ჯერ უნდა ისწავლო მართვა, ხო, ამ პროცესში. რა თქმა უნდა. და შენ თან იმეგობრო და თან მართო და თან ეს ისწავლო, ეს გამორიცხული ამბავია რა. დღეს ამ წლების გადასახედიდან რა თქმა უნდა შესაძლებელია. მაგრამ არის მთავარი ნო. რაც აი მე მინახავს რომ ეშლებათ, რაც მე ბევრი თანამშრომლის დემოტივირებას იწვევს ხოლმე გუნდში რა. აი ზუსტად მაგასთან მივდიოდი. ზუსტად მაგასთან მივდიოდი. ვიღაცასთან მეგობრობენ და ვიღაცასთან არ მეგობრობენ. ვიღაცა favorite ტიპი ყავთ და ვიღაცა არა. ეგ არის დიდი შესაძლებლობა. თუ ეგრე უნდა აკეთო, მაშინ ჯობი არავისთან არ იმეგობრო და უბრალოდ საქმიანი ურთიერთობები გქონდეს. როგორ ბრძანდებით, კარგად, აბა რა მიზნები გვაქვს, როგორ საკმარისი. მაგრამ ვფიქრობ, ალბათ იქამდე მივდივართ, რომ ნამდვილი მეგობრობა, რასაც ქვია, უფრო ძალიან იშვიათია, ხო, სამსახურში. ნამდვილი მეგობრობა. იშვიათია, მაგრამ არა შეუძლებელი. არა შეუძლებელი. იმიტომ რომ მე მაქვს მაგალითები, რომ ეს არ არის შეუძლებელი. იმის მაგალითებიც მაქვს, რომ როცა რაღაცა ეს, როგორ გითხრა, ეს ვაიბი მოდის, რომ აი შენ აგზნობინებ ადამიანს, რომ ის შენ მეგობრად მიგაჩნია, მე ამას ბევრი სხვანაირად აღიქვავს და იყენებს თავისი არასწორი გადაწყვეტილებებისთვის, არასწორი ლიდერის და მენეჯერის რაღაც წილად რო აგზნობინო, რომ შენ იმისი მეგობარი ხარ, მაგრამ მე უფრო ცოტა სხვა მეგობრობაზე ვლაპარაკობდი, აი ნამდვილი შეუძლებელი არ არის. უბრალოდ ამას ჭირდება აუცილებლად გამოცდილება. განწყობა, რომ ეს ყველაფერი აკეთო სამართლიანად სხვა დანარჩენ ადამიანთან მიმართებაში. ხო, ეგ არის მთავარი. და ალბათ მეორე მხარემაც უნდა დაინახოს და უნდა დაიცვას ის ზღვარი სამსახურში, რაც სამსახურში ყოველთვის. თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მეგობრობაში არის რაღაც ზღვარი. თუ ჩვენ საუბრობთ მეგობრობაზე, იქ ესე ხისტი ზღვარი არ არსებობს. უბრალოდ აი ხო გეუბნები, დიდი გამოცდილება ჭირდება მაგას, ამ გადასახედიდან, რომ შენი თანამშრომელი, შენ ადამიანის ერთად საქმეს აკეთებ, იყოს შენი მეგობარის და ისე, რომ საქმე მეგობრობა არ დააზიანოს და მეგობრობამ საქმე არ დააზიანოს, მათ შორის სხვა დანარჩენ თანამშრომლებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ხა რამდენი თანამშრომელი გყავს, შეიძლება ყველას იდეალური მეგობარი ვერ იყო, მაგრამ აბსოლუტურად არ უნდა იყოს ვიღაცა პრივილეგირებული ამის გამო. გეთანხმები. საინტერესოა როგორ აკომპლექტებ გუნდს და რას აკეთებ იმისთვის, რომ ყველა იყოს მოტივირებული. გუნდის დაკომპლექტების ძალიან ორიგინალური მეთოდი მაქვს. ბოლო რამოდენიმე წელია. არცად არ წამიკითხავს ამ მეთოდზე, გულწრფელად ვამბობ. არც რაღაც მაგალითები მინახავს. უბრალოდ აი ინტუიციურად მივედი ამ გადაწყვეტილებას, ეს იყო ყველაზე სწორი, რაც შეიძლება რომ მომეფიქრებინა რა. აი არ არსებობს ადამიანი, რომელიც მენეჯერია და არ ქონია რაღაც ეგეთი თემა, რომ რაღაც თანამშრომელი მიეყვანათ, აეყვანათ და მე რაღაც ძველ თანამშრომელს თქვა, ეს ვინ მომიყვანე. რაღაც აი ვიყავი ჩემთვის, საქმეს ვაკეთებდი, პრობლემა არ მქონდა, ეხლა ორმაგ საქმის კეთება მიწევს, რაღაც მოკეთ რაღაცა პრეტენზიები რა, ან როგორ კარგად ვიყავით, რამხელა დისონანსი შემოიტანა აი ამან. და აი ეს ამან არ უნდა იყოს და ბევრი ვიფიქრე ამაზე რა, იმიტომ რომ კი შეიძლება ადამიანი შეარჩიო, მშვენიერი იყოს, კომუნიკაბელი იყოს რაღაც, მაგრამ ნუ ვერ აეწყოს რა, თვითონ ამ გუნდში ვერ აეწყოს რა და აი რაღაც აი მენეჯერობის და ეს ლიდერობის ინსტინქტიც ეგ არის, რომ მიხვდე რომ შენ ამას წინასწარ ვერ გამჭვრიტავ, მაგრამ შენ შეგიძლია რომ პრევენცია გააკეთო იმის, რომ შედეგი რაც დადგება იყოს მაქსიმალურად სამართლიანი. აი ეგ მაინტერესებს. და აი ესეთი მეთოდი მოვიფიქრე. როცა ადამიანს ხვდები გასაუბრებაზე, ну რაღაც საუბრობთ, რამდენი აინტერესებს ის, რასაც ვთავაზობთ, ძალიან ისე გულწრფელად საუბრობთ, ხოლმე რაღაც ის სტრაფარერტულიება მომიყევი, სად იყავი, რას აკეთებდი და ეხლა რატომ ეგრე არ არის. ანუ ძირითადად მაინტერესებს ხოლმე რა мотиваცია აქვს ადამიანს რომ მოვიდა შენთან, რომ მარტო შენთან ხო არ მოდის.
კი, რა ანუ რაღაც იქაც აგზავნის, იქაც რაღაც და აი სულ ვინტერესდები რეალურად თვითონ რა აინტერესებს რა. და იმ მომენტში რა აქვს мотиваცია? იმიტომ რომ უბრალოდ რაღაცა საქმე აკეთოს, იმიტომ რომ რაღაც სფეროში საქმე აკეთოს, უბრალოდ იმიტომ რომ გამოსვლება მიიღოს თუ რაღაცა მოწინავე გამო ხო რაღაცა აიღოს. რა თქმა უნდა, ეგეც ძალიან ოკეია, ძალიან მისაღებია, ანუ ვერავის ვერ დაძრახავ მაგას რა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომელსაც თავისი რაღაცა განვითარებისთვის სჭირდებათ ეს ანაზღაურება, იმიტომ რომ რაღაცები რაც თავისი ოცნება აისრულოს სადაგზა, ხო, რატომაც არა, რატო უნდა ელოდო ხა ამ ოცნების ასრულებას 30 და 50 წელი, ხო? მე ვაკეთებ ბოლო წლებს ეს რაღაცას, ბოლო წლებში რა, რომ მე თუ მომწონს ადამიანი რაღაც გასაუბრებაზე, ჯერ გასაუბრებაზე არც მარტო არ ვესწრები. და სტანდარტულად ხოლმე HR-თან ერთად არ ვესწრები, ყოველთვის ვესწრები ჩემს ჩვეულებრივ რიგი თანამშრომლებთან ერთად, ვისთან ერთადაც უნდა იყოს ეს ადამიანი გუნდში. იმათ აზრს ითვალისწინებ და მაგიტომ აუცილებლად. მე აუცილებლად ვეუბნები ჩემს თანამშრომლებს, რომ დასვით თქვენს კითხვა. იმიტომ რომ შეიძლება მე რაღაცა პრაქტიკული კითხვა ვერ დავსვა და შენ ზუსტად იცი რა უნდა დაიჭირო ამ ადამიანში. ისეთი რაც ჩათვლი რომ მე საქმესაც გამოადგება, შენს გამოგადგება და მასაც გამოადგება რა და მოკლედ შერჩევის პროცესებს ვატარებთ ერთად. ოღონდ არ ვამბობ რომ ხა სრულ მთელი განყოფილება ვსხედვართ, ხო, რაღაც ის ადამიანი ერთი ან ორი, ვისთან ერთადაც მე უნდა აკეთოს ამ ადამიანმა მომავალში საქმე რა. და როცა აყვავს ეს ადამიანი სამსახურში, ვეუბნები რომ მე რაღაც გამოსასწრელი ვადის მე არ ვწყვეტ შენ დარჩები თუ არა აქ. აბსოლუტურად არ ვწყვეტ. ამას წყვეტს ყველა ვინც იმუშავებს შენთან ერთად, აი იმ სივრცეში, სადაც შენ საქმე უნდა აკეთო. ეს რაღაც მომენტში შენი პასუხისმგებლობიდან გაქცევა ხომ არ არის? არ არის, იცი, აი ფიქრობდი. ან უხერხული სიტუაციის თავიდან აცილება. არ არის, იცი, ფიქრობდი ამაზე. ეს არ არის რაღაცა, რაც უბრალოდ იმიტომ გავაკეთე, რომ აი ექსპრომტად მოდი ვნახოთ როგორ არის. პირველად რომ გავრისკე, და რაღაც რო ვთქვი, რომ აი მეგობრებო რაღაც მოვიყვანეთ, ავარჩიეთ ადამიანი, ერთად ავარჩიეთ, გამოსასწრელ პერიოდს გადის თქვენთან ერთად და თქვენ უნდა მითხრათ რაღაც 3 თვეა თუ 6 თვე ამ რაღაც პერიოდის თავზე, რომ გუნდური არის კი, რაღაც მოტივირებულია რომ რაღაცა გააკეთოს, თქვათ კი. კონფლიქტურია? თქვათ არა. ხო რაღაც ანუ მე რამოდენიმე კითხვას დავსვავ, რაღაც თქვენ აზრს მეტყვით ყველა ინდივიდუალურად და მე რაღაც ვიმსჯელებთ. და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას. ანუ მე განყელებულად არ ვიტყვი რომ მე საერთოდ გადაწყვეტილებას არ მივიღებ, უბრალოდ მე მათ მსჯელობას დავეყრდნობი რა. და ეს რომ იცის თავიდანვე, ანუ თანამშრომელმა რომელიც რაღაც დროებით ეტაპს გადის იმისთვის რომ მე გახდეს შენი გუნდის წევრი, აი ძალიან მონდომებულია რომ იყოს კომუნიკაბელური და არ აქვს ეს მომენტი რა, ეს რაღაცა უფროსი აქვს რაღაცა დირექტორს რომ თავი მოაწონოს რა. გასაგებია. აბსოლუტურად არაფერ შუაში არ ვარ მე. გასაგებია. ანუ მე არ უნდა მომაწონოს თავი. საქმეს უნდა მოაწონოს თავი და გუნდისთან ერთადაც ეს საქმე უნდა აკეთოს. კი. და ამ მეთოდმა იმდენად გაამართლა რომ მე არ მაქვს ეგეთი ფიდბექი რომ რაღაც აი ეს რაღაც ეგეთ პერიოდული განა იმიტომ რომ რაღაც ყოველთვის ამართლებს. ყოფილა რომ არ გაუმართლებია მსგავს მეთოდს, იმიტომ მაგრამ ეს არ არის ის სიტუაცია, როცა ან თავის მართლება მიწევს, რომ რაღაც აი რა ვქნათ ეს და არა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებასაც მე გუნდურად ვინაწილებთ რა. და ვფიქრობთ რომ ეს ჩვეულებრივი მოცემულობა, იმიტომ რომ შეცდომა დაუშვით, იმიტომ რომ რა ვიცი ადამიანია და სახეცვლილება ხდება, ადამიანების ფსიქოლოგია იცვლება, დროთა განმავლობაში შეიძლება პრიორიტეტები შეეცვალოთ და რაღაც ერთი შეხედვით, თუნდაც 6 თვის თავზე ჩვენი შეხედულება არ დაემთხვეს რა, მე დროთა განმავლობაში და დროის ჭრილში იმ რეალურ შედეგებს, რაზეც ვფიქრობდით, მაგრამ არაფერი არ არის, ანუ აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არასწორი იყო იმ კონკრეტული დროისთვის და მომენტისთვის. გასაგებია და აი როცა ორი თანამშრომელი კონფლიქტშია. ამ დროს რას აკეთებ? ეგეთი გამორიცხულია, რომ დიდ კომპანიებში მით უმეტეს არ იყოს.
აი მაინტერესებს რას აკეთებ და შენი რეაქციები. მეგორი კითხვა. ბევრი წლის წინ, აი პირველ შემთხვევას გავიხსენებ, პატარა ვიყავი მე თვითონ, რაღაც კახასთან მუშაობდი, ბენდუქიძესთან და რაღაც გაყიდვების გუნდი დავაკომპლექტეთ, მოკლედ ვაკეთებდით რაღაც საუნივერსიტეტო დასახლების რაღაც დეველოპმენტს. და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც მქონდა, ფაქტიურად რაღაც ღამე გვეწყებოდა შეხვედრები და გვიმთავრდებოდა ასევე ძალიან ღამე. და ავიყვანე რაღაც გუნდი დავაკომპლექტე და მე და კახა დავნინძლავდით რა, რომ მე უთხარი რომ მეთქი მაშინ აგრარული უნივერსიტეტი ახალი ნაყიდი გქონდა და სტუდენტები ვინც დამამთავრებელ კურსზე იყვნენ და მე მათი ლექტორი ვიყავი ბიზნეს კომუნიკაციას ვკითხავდი ეს ბავშვები რო გავიცანი აი აბსოლუტურად გაოცებული დავრჩი რა მათი мотивაციით, მონდომებით, ნიჭით, იმიტომ რომ მანამდე ხა მუშაობდით ვიყავით რაღაც იქ ESM-ის ბიზნეს სკოლა, ნუ თავისუფალი უნივერსიტეტი. ხო, ძალიან და რაღაც აქ და უცებ რაღაც შევედი აუდიტორიაში, სადაც ძალიან ბევრი სტუდენტი ზის და ყველა რაღაცა ესე ინტერესით გიყურებს, გისმენს და კახას უთხარი რომ მოდი მეთქი ანუ რაღაც პროექტებში კი ეს ESM-ის სტუდენტები ყავს სტაჟირებას რაღაცა მოდი მე უთხარი აი ბავშვები ავიყვანოთ აგრარულის და თუ გარისკავო მითხრა შენ თუ დარწმუნებული ხარო მაშინ კარგიო რა და დავნინძლავდეთო და თუ გამოგივაო მითხრა ნუ მაშინ რა არის მეთქი ანუ საპირწონეთ რაზე ვნინძლავდებით როგორ ვიცოდე და ყველასო ინდივიდუალურად შევხვდებიო გავიცნობ და მადლობას ვეტყვიო ჩვენთან მუშაობისთვისო რა და ნუ ხა რაღაც იქ კახასგან ეგეთი რაღაც ძალიან ესეთი friendly ნაბიჯი ჩემთვის არ იყო უცხო მაგრამ ეხა სტუდენტისთვის რომელიც რაღაც უცებ მესამე და მეოთხე კურსი აღმოჩნდა რომ კახასთან უნივერსიტეტში სწავლობს ხო ეს რაღაც surprise და უცებ აი კახასთან სწავლობ და რაღაც მათთვის ეს ძალიან დიდი ბენეფიტი მოთხარი კი და ავიყვანე რა ეს სტუდენტები დავაკომპლექტეთ მე და ბესო ნამჩავაძე შეიძლება არც ახსოვს თვითონ ახლა და პირველი კონფლიქტი მოხდა იქ და მახსოვს ეს თი რაღაცა ვთქვი რა ოღონდ ხა ამ გადასახედიდან აღარ ვერ გეტყვი რამდენად ან ძალიან სწორი ყო ან არ იყო სწორი რამე სერიოზული კონფლიქტი მოხდა ნუ ხო რაღაცა კონფლიქტი მოხდა ვიღაცა თვლიდა რომ ვიღაცა ნაკლებს მუშაობდა ვიღაცა თვლიდა რომ ვიღაცა მე რაღაც ბევრს ლაპარაკობდა იმიტომ რომ არავის შესაძაფებელი არ იყო იქ თუ შეფასება ვინმეს უნდა გაეკეთებინა იქ ვიყავი მე და რაღაც და მე ვუთხარი რომ ეხლა მე გავალ მეთქი ამ ოთახიდან რაღაც საქმეებზე მივდიოდი შეხვედრებზე და ხვალ რომ დავბრუნდები მე ვუთხარი თუ კონფლიქტი არ იქნება მოგვარებული ოღონდ არა მოჩვენებითად რეალურად თუ არ დასხდებით ერთმანეთთან თუ არ დაილაპარაკებთ თუ არ იტყვით ყველაფერს რა გწყინთ რა გიხარიათ რისი გამოსწორება გინდა და ასე შემდეგ ხვალ რომ მოვალ ყველას გაგიშვებთ სამსახურიდან მეთქი და ანუ მოგვარდა კონფლიქტი მოგვარდა რეალურად მოგვარდა მოგვარდა იმიტომ რომ დასხდნენ ბევრი დრო ქონდათ ერთმანეთთან სალაპარაკოთ იმ პერიოდში არც მე მქონდა მენეჯერული რაღაც დიდი გამოცდილებები და მათ საერთოდ სამუშაო გამოცდილება არ მაგრამ გამჭრიახმა გონებამ შენმა ნუ აი ეგ იყო ამ გადასახედად ხა დღეს იგივეს ვიტყოდი თუ არა არ ვიცი ვერ გეტყვი თუმცა მე მინახავ სიტუაცია როცა აი კახას ესე გაუშვია სამსახურიდან თანამშრომელი უთქვე რომ ეხა სამამდე დავითვლი თქვენ ამ ოთახიდან გახვალთ და მორჩა და რატო მიფიქრია რომ ხუმრობდა იცი და აი რატო ესე გადაწყვეტა ესე სამამდე 1 უთქვამს 2 უთქვამს და 3-ზე მიზეზი რა ყოფილა ამის ნუ რაღაცა მოლოდინების და შედეგების არათავსებადობა რაღაც გრძელვადიან პერიოდში ალბათ ხო? ახლა მიზეზი არ იქნებოდა არასოდეს იმიტომ რომ რაღაც ვიღაცის ვარცხლობა არ მოეწონებოდა ან რაღაც ჯდომის მანერა არა იყო აბსოლუტურად ლაპარაკი ადამიანის ამბიციებსა და შედეგების თავსებადებაზე რა და ნუ მინახავს ვერ გეტყვი რომ მაგას გავიმეორებდი არ ვიცი ეს ჩემთვის დღემდე მახსოვს ხო რამდენი წელი გავიდა და მახსოვს რომ 1 2 3 დაითვალა და თანამშრომელი გავიდა სათათბიროდან და არც შემოსულა იქ აღარასდროს რა. საინტერესო. სტრესულია. აი დღეს როგორ მოიქცეოდი?
თქვი რომ მაშინ არ მქონდა ამდენი ასეთი მენეჯერული უნარი. ალბათ აი ეს. დღეს არ ვიცი რას გავაკეთებდი. აი დღეს რას გააკეთებდი. ყველას ალბათ ინდივიდუალურად დავუთმობდი დროს. ინდივიდუალურად გაესაუბრებოდი. ჯერ ინდივიდუალურად გავესაუბრებდი, ანუ არ დავტოვებდი ამ პრობლემასთან ესე რა, რომ აი მე წავედი და თქვენი ლაპარაკე და თუ რომ მოვალ თუ არ იქნება, უბრალოდ პირველი გამახსენდა რა. ეს კითხვა რომ დასვი, აი გამახსენდა რაღაცა 23 წლის ირი, რომელიც რაღაცა მიდიოდა რაღაც საქმეზე, დახვდა იქ რაღაცა სიტუაცია არეული და თქვა რომ აი გაძლევთ დროს რომ ეს ყველაფერი ერთმანეთში ლაპარაკოთ და მე ხო რა. ან დამხვდება ის შედეგი რაც მინდა, ან ყველას დაგემშვიდობები და დავიწყებ ყველაფერს თავიდან. და სხვათა შორის ის გამოვიდა ის თემა. ეს ხალხი ვინც ავიყვანეთ და დავაკომპლექტეთ სტუდენტებისგან. რამოდენიმე დღემდე ჩემი თანამშრომელია. უმეტესობა იქიდან საკმაოდ წარმატებულია თავის კარიერაში. და კახა ყველას შეხვდა და გაიცნო. მართლა? კი. ყველას შეხვდა. შეასრულა თავის სიტყვა. კი, გაიცნო. და რაღაც ესეთი ძალიან კარგი უკავშირი იყო, რაღაც მადლობა უთხრა რომ ჩვენთან მუშაობთ, რაღაც ამბობშიც მადლობა უთხრეს რომ მასთან მუშაობდნენ და ნუ ხა ეს რამხელა გამოცდილებაა ხო წარმოგიდგენია. მე 3000 რაღაც კაცში მომიწია ამ ყველაფრის კეთება, რომ რაღაც კონკურსიდან კონკურსამდე რაღაცა 9 ტური გავიარე შესარჩევი, რომ კახასთან მუშაობის ბედნიერება მქონდა. აინტერესებს ახლა ეგ უნდა მეკითხა, კახა ბენდუკიძეზე საუბრობდით, ქონდა ბედნიერება მასთან მუშაობის, როგორ მოხვდი კახასთან? ეს ძალიან ბევრისთვის ოცნება იყო. მუშაობდი ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში. ვიყავი 23 წელს, ეგ მახსოვს რა. და არ ვიყავი ბედნიერი იმით, რასაც ვაკეთებდი ნამდვილად. თუმცა იმდენად მიჩვეული ვიყავი ამ სამსახურის რუტინას, საკუთარ შემოსავალს, იმიტომ რომ 19 წლიდან მუშაობდი და რაღაც რომ ვერ წარმომედგინა როგორ არ უნდა მემუშავა რა და ჩემ მეგობრის დედა მითხრა რომ რაღაც ტელევიზორშიო ვნახეო რომ რაღაც გადაცემა იწყებაო და იქნებ CV გააგზავნო. სრულიად შემთხვევით. აი სრულიად მე არ მინახავს, იმიტომ რომ ანუ რაღაც მეგობრები რაღაც ახალგაზრდა ხარ სამსახურის მერე ხარ ტელევიზორთან ნამდვილად არ ვიჯექი ხოლმე და რაღაც გამომიგზავნა თუ მე ვნახეთ, მოკლედ არ მახსოვს რაღაცნაირად გავაგზავნე CV და დამავიწყდა. რაღაც პერიოდის მერე რეკავენ, რომ გამარჯობა თუ ტელეკომპანია იმედიდან გირეკავთო, აი თუ მოგბრძანებთო რაღაც პირველი კონკურსი გვაქვსო, რაღაც ესე შესარჩევი ეტაპის, თუ მოკლედ CV-ების გადარჩევა ამ შორტლისტის გაიარეთო რა. თან გამიგორდა, მაგრამ არ მithქვამს, იცი? არავისთვის არ მithქვამს, იმიტომ რომ ხა გავიარე, განიშავს რომ იქ მოხვდი რა, ანუ წარმომედგინა რამხელა ეტაპების გავა მომიწევდა, მაგრამ იმდენი არ წარმომედგინა, რისი გავდათ მართლა მომიწია. და რომ მივედი რაღაც იქ გისვავდნენ კითხვებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კახა უკვე ბოლო ეტაპებზე გამოჩნდა, მანამდე აბსოლუტურად სხვანაირი ტიპის შესარჩევები მიდიოდა. მაგრამ იცოდი სად მიდიოდი, რომ კახასთან მიდიოდი, ხო? რა თქმა უნდა. 9 ტური გავიარე. ბოლო ტური იყო ბოლოს წინა ტური იყო, ესე ნახაზი გვაჩვენეს და კახა მითხრა მოყევიო ხა აქ რა შეცდომებია და რას გამოასწორებდი. ბოლო ტურში მოხვდი კახასთან მხოლოდ? არა, ბოლო 3 თუ 4 ტური იყო კახასთან ერთად. ჯამში 9 გავიარე, ეგ ნამდვილად მახსოვს და ან სუფინალური, ან ფინალურის წინა ტური იყო, არა, ფინალურის წინა იყო, იმიტომ რომ ფინალური კულინარია იყო. კულინარია იყო და პროდუქტების ყიდვა იყო ჩინური ტორტისთვის, არ დამავიწყდება ღმერთო და მოკლედ ეს კახასთან ეს ტური იყო და მითხარიო ეს ნახაზიო, ნუ რას შეცვლიდიო რა და ნუ გამოვედი და სამხატვრო აწლენი მაგ დამთავრებული ხო თქვი რომ ჩემი მშობლები ძალიან ესე მოდა, ანუ მაგრამ ხატვა ის იყო რაც მე მიყვარდა და მაინტერესებდა რა, ანუ განსხვავებით ცეკვისგან, იმიტომ რომ მაგ ამბავში დიდი ტალანტი და რაღაც სინთეზი არ მაქვს იმის რო რაღაც და ვერ ვიტყოდი, ნანახი მაქვს შენი ცეკვა და ვერ ვიტყოდი. ხო, ალბათ მაქსიმუმ TikTok-ზე თუ გამოდებ მაგაზე, მე ხალხი იცინებს, თორემ ნუ არა იმიტომ რომ რაღაც ეს რაღაცა ტალანტი მაქვს ამის და მოკლედ რაღაცა ნახაზი გავშიფრეთ და ჩქარა მოვუყევი, მეთქი აქ ეს არის, იმ უბრალოდ იმიტომ რომ ანუ ვიზუალური აღქმა შემიძლია რა, იმიტომ რომ ტრიგონომეტრიაც ძალიან მიყვარდა რა, უმაღლესში რო ვაბარებდი მაშინ და კარგი გაჩერდიო რა საკმარისია, იმდენად ჩქარავ საუბრობდი რა და ეხლა ეს ხო ჩანაწერები მიდის
მაგრამ ნუ მერე დაიწყო ამ ყველაფრის მონტაჟი და ტელევიზიით მოგვიანებით გავიდა რა და მამა ჩემი შედის მაღაზიაში დილით. და ეგ ტურია გასული რა ტელევიზიით, როცა მე ამ რაღაც ნახას ვშიფრავ. და მამა ჩემი მოსმენს რომ გამყიდვალს ეუბნება ვიღაცა ერთი კაცი გუშინ იმ გოგოს უყურაო. კი უყურა. ეგიცი ვიყოფილაო. ვიყოფილ. ბენდუქიძის ძმაკაცი შვილი ყოფილა ეგო. მაგიტომო წინასწარი ცოტა რა ნახატი დახვდებოდა და რა კითხვა უნდა დაესვა. ამიტომ ჩამოარაკრაკა ასეო და მამა ჩემ ესე ვიდექიო ხა აქეთ პური მეჭირავ აქეთ მე მგონი ბორჯომე და მე ვთხარ რომ ჩემი შვილი საერთოდ არ ვიცნობ ბენდუქიძეს ტელევიზორში მყავს ნანახიო და აი ეგრე რაღაცა უკეთ ესეთი საკმაოდ რთული ეტაპები გავიარეთ მაგრამ მე აღმოჩნდა რომ კიდევ უფრო რთული იყო ის 3 თვე რაც იქ გავიარეთ მაგრამ თავარი რაღაც ვისწავლე რომ თუ გინდა რომ გამოგივიდეს რაღაცა, უნდა ენდობოდე საკუთარ თავს და გადაწყვეტილებებს. აი ეგ არის თავარი. შენ თუ სულ ვიღაცის იმედად იქნები, გამორიცხული ამბავია ეს ეტაპები გაიარო სწორად და ფინალში ისე მოვხვდი რომ ნუ კახა მითხარ რომ ეს რა რომ არასდროს ჩემი ფავორიტი არ ყოფილხარ თუ რა აი ამ ხელა პროექტი იყო წარმოგიდგენთ 3 თვე ცხოვრობდით პავილიონში და პირდაპირ ვთქვი რომ არ ყოფილხარ თუ ჩემი ფავორიტიო მე ვთხარი ნუ კი ბატონო ვიცი ვხვდები მაგრამ აქამდე მოხვედით იმიტომ რომ ნუ აი აქ არ შეგეშალოთ აქ არ შეგეშალოთ და სწორია იცი აბსოლუტურად არ არის საჭირო რაღაც ფავორიტი იყო სწორი არის რომ დაინახო სად ღირს ნაბიჯის გადადგმა წინ და სად ღირს რომ უბრალოდ გაჩერდე რა სად ღირს რომ ეგრევე უპასუხო როცა რაღაცა არ მოგწონს რა და სად ღირს რომ კარგად დაფიქრდე და ისე უპასუხო რომ შენი პასუხი ისეთი ყურს შეპასუხება ვეღარ გაბედონ რა აი ყველაფერი ეს არის და ამას ხა ცხოვრებაც გასწავლის იმიტომ რომ კონკურსი თუ არის სადღაც ტელევიზიაში ცხოვრებაც კონკურსია რა საბოლოო ჯამში უბრალოდ ლაივში მიდის ეგ ყველაფერი კი ბატონო ადვილია შენთან მუშაობა ირინა იცი რა რთული არ არის იმიტომ რომ მე არ ვარ უაზროდ მომთხოვნი ადამიანი მომთხოვნი ვარ მაგრამ არ ვარ უაზროდ მომთხოვნი ადამიანი ყველაზე მთავარს რასაც ვითხოვ ადამიანებისგან არის რომ იყვნენ ადამიანები და მე ვითხოვ ყველაფერს დანარჩენს რა ჩემი მეუღლე ესე ხუმრობს ხოლმე ამ თემაზე რომ აი ვიცით რომ ჩემთვის რაღაც აი უბრალო ადამიანია რომ ვამბობ ესე იგი ძალიან აღმატებულ ხარისხში საუბრობ ამ ადამიანზე და სულ მეუბნებ ხო რაღაც აი რომ ვეუბნები რომ აი სანდრო სადღაც რომ როგორ გამოვა უბრალოდ ირინა უბრალოდ კომპლიმენტია უბრალო ადამიანი ჩემთვის ეგ არის იმიტომ მე ჩემ ცხოვრების გამოსვლა მასწავლა რომ არაფერი ამაზე მნიშვნელოვანი არ არის რომ შენ შეძლო რომ დარჩი ადამიანად იმიტომ რომ ყოფილ ვარ ისეთ სიტუაციაში რომ არავინ არ მიცნობდა ყოფილ სიტუაციაში რომ ბევრი ვიღაცა მიცნობდა ქუჩაში ყოფილ ვარ ისეთ სიტუაციაში როცა რაღაცა დაცემის პერიოდის მქონია რაღაც თავიდან დაწყებს ბევრი რაღაც დამიწყია თავიდან რა მაგრამ არასოდეს აბსოლუტურად არასოდეს არ დამივიწყებია იმაზე ფიქრი რომ როგორიც ვიყავი მე უნდა დარჩენილიყავი ისეთად თუ კი რამე ცუდი მქონდა კი უნდა გამომესწორებინა უნდა მესწავლა საკუთარი თავის მაგალითზე რა იმიტომ რომ ერთხელ მკითხეს რომ რაღაც ვინ არისო შენი კუმირიო რა რომ აი ის ბაძავო და მეთქ ბებია ჩემს ანუ ქალს რომელსაც რაღაც არც ჰაი კლას განათლება ქონია მაგრამ ძალიან ჭკვიანი და განათლებული იყო საბოლოო ჯამში და ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა მასწავლა ცხოვრებაში რა რომ ადამიანი სადღაც უნდა იყო რომ შენამდე მოვიდნენ რა ანუ ძირს არ უნდა ეგდო და უნდა ეცადო რა რომ არ იყო ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი და თან იყო ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი ბალანსი უნდა დაიწყოს აუცილებლად რაღაცა შექმნა მაგრამ თავარი არის რომ გიყვარდეს ადამიანები რა აი ყველაზე მეტად ადამიანებს რა ეშლებათ რომ სადღაც რაღაც ბაბლში არიან და ანუ ძალიან კეთილგანწყობლებიან იმ ადამიანებს მიმართ და ვინც იქ არ არის ისინი აღარ უყვართ იცი აი რაღაც აი ესე უყურავენ რატო ანუ თუ ადამიანის სიყვარული არ შეგიძლია შენ საქმის სიყვარულის გაგიჭირდება და გუნდის მართვას ვერ შეძლებ და აი სამსახურში რა არის შენთვის მნიშვნელოვანი უყვარდე თუ პატივი გცენ კომბინაციაში
ანუ მე რომ გითხარო, ჩემთვის მთავარი ავუყარდე და აბსოლუტურად არ მაინტერესებს პატივისცემა, ანუ სისულელია, რას ნიშნავს? ანუ თუ კი რამეს ვაკეთებ ამ ცხოვრებაში, ვაკეთებ იმისთვის, რომ ზუსტადაც პატივისცემა დაიმსახურო, ხო? ეგ მინდოდა მეკითხა, პატივისცემა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის სამსახურში თუ სიყვარული? ცალ-ცალკე არც აზრი არ აქვს. თუ მარტო უყვარ ხარ და პატივს არ გცემენ, პირიქით პატივს გცემენ და არ უყვარ ხართ? ანუ მე ვამბობ, რომ იდეალური არის კომბინაციაში და მე ბევრი წელია ამისთვის ვარ ყოველთვის მომართული, რომ ეს ყველაფერი იყოს ერთად რა. ამის სინთეზის გარეშე მე მინახავს მენეჯერები, რომელიც უყვართ, მაგრამ ისინი არ არიან მენეჯერები, ანუ მათი აზრი არ აინტერესებთ. აბსოლუტურად ვერ იღებენ ვერანაირ გადაწყვეტილებას, რაღაც ან მათ გადაწყვეტილებას არ აქვს რეალური გავლენა მერე პროცესებზე რა. და ისეთებიც მინახავთ, რომელიც რაღაც პატივს ცემენ, მაგრამ ნუ არ უყვართ. აი ეს თემა რაც ვილაპარაკე, რომ გუნდი ცალკეა, ტიპი ცალკეა რა. მენეჯერობს მართავს, კი, პატივს ცემენ მის აზრს, არ ვიცი ხა ეს რა რის გამო, შიშის ფაქტორის გამო, ხელფასის გამო რაღაც. ხო, ეგ კიდე შორს აგვიყვანს ეგ თემა, მაგრამ ნუ აი ეგეთ მოცემულობაში არიან რა. თუ ეს ყველაფერი ერთად არ იქნება, არ იქნება ჯანსაღი სიტუაცია გუნდში. პატივისცემა უნდა იყოს, რა თქმა უნდა. მე ყოველთვის პატივს ვცემდი ჩემს მენეჯერებს, მომწონენ ისინი თუ არ მომწონდნენ. კი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეს სჭირდება, ანუ ვერც ერთი მართვის სისტემა ესე ვერ წავა, ხო? ყველა ხო არ მოგწონს, ვის ჩვენი უფროსია თუ მინისტრია თუ ვინც არ უნდა იყოს, ყველა ხო არ მოგწონს, ხო? მაგრამ არის ხო ეს რაღაცა დისტანცია და ბალანსი. კი ბატონო. ირინა ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ, ნუ რაც მე შენ გიცნობ. გავიპრანჭოთ. ცოტა ხნის წინ ითამაშე ჭოლა სპექტაკლში. ხო. შენი ემოციები მინდა ამ ყველაფერთან და თან მაინტერესებს ძალიან საიდან მოხვდი. საიდან? ბევრი გვისაუბრია ამაზე, მაგრამ აი საიდან მოხვდი? საიდან მოხვდი მაგას დავიწყებ ბევრი წლის წინანდელი ამბავს გავიხსენებ, რომ მინდოდა ძალიან რომ თეატრში რაღაცა როლი მეთამაშო. ბუჩქის როლზეც რომ თანახმა ვიყავი, აი იმ კატეგორიის ვიყავი და სტუდენტობის დროს მითხრეს რომ აი რაღაც იქ პატარა თეატრალური დასიაო თუ რაღაც და მოკლედ იქნებ მიხვიდეო და თუ გინდაო რა ესე და მე ვთხარი კი როგორ არ მინდა ნუ მივედი პირველ წელს არ ვიცი პირველ კურსზე რაღაც ნუ გავედი ამ კონკურსზე რაღაცა დამავალეს ვინერვულე ვერ გავაკეთე კარგად ვანდებოდეთ ნახვამდის ნუ მეორე წელს მეთქი არა უშავს ირინა ცნობილი მსახიობი წეთქი პირველივე კასტინგზე არა უყვანიათ მივედი მეორე წელსაც ისევ არ ამიყვანეს მე მგონი მესამე წელსაც მივედი არ მახსოვს ზუსტად რა და ხო და ნუ მეოთხეს ზუსტად ვიცი რომ ბაკალავრიატს რო ასრულებდი აღარ მისვამ იმიტომ რომ მუშაობდი მაშინ სრულ განაკვეთზე და ფიზიკურად აღარ მეცალა ამისთვის მაგრამ და აი არა და მინდოდა იცი და რაღაც წები გავიდა ხა ეს რაღაც მე უკვე მენეჯერობა სამსახური ოჯახი ბავშვები რაღაც ხო და აი სადღაც დაიკარგა იცი მაგრამ არც დაიკარგა არ დაიკარგა თორე ხო და აი რაღაც სრულიად შემთხვევით ანუ დილით ესეთი ჩვევა მაქვს რომ პირველი რომ ვდგები რაღაც ჩატებს ვამოწმებ რაღაცებს რამე მომწერა იქ რაღაცას პასუხი არ დამაგვენა ეს რაღაცა და სრულიად შემთხვევით რაღაც ეს ნიუსფიჩი ამომივარდა რომ ბატონი ლევანი ქალბატონ მანანასთან ერთად რაღაც ვიდეო რგოლია რომ აიო თქვენო შეიძლება რაღაც სხვა საქმეს აკეთებთო საერთოდ არ ხართო ამ სფეროშიო მაგრამ ყოველთვის გინდოდა თო რომ სპექტაკლში მიგეღოთ მონაწილეობა აბსოლუტურად შემთხვევით არავის არ უთქვამს არავის არ მიუყვანი ხარ არა რაღაც რეკლამა ამომივარდა ნიუსფიჩი და დილა ამ დროს 7 საათი და რაღაცა ნუ რაღაც მოკეთ ეს დილის მთელი პროცედურა რუტინი ბავშვები დავარიგეთ მოსკეთ და ჩემ მეუღლეს ვეუბნები რომ მეთქი რაღაც ესეთი რეკლამა ნახე მე უთხარი და დავურეკავ რა ვიცი იქნებ მე უთხარი იმდენჯერ ჩავიჭერი და იქნებ მე უთხარი მივიდეთ იქ და რაღაც გავიარო მაგრამ მე უთხარი არა მეთქი თუ ისევ კონკურსი იქნება არ შემიძლია ეხლა ნამდვილად ვერ გავალ იქ თქო და სანდროს რეაქცია რატო გინდაო მითხრა კითხა რატო გინდა ენა მე უთხარი რომ უბრალოდ ანუ
უბრალოდ მინდა მეთქი, რომ აი ეს წილი ბედნიერება, რაც ბევრი წლის წინ მინდოდა რომ მიმეღო, ეხლა მივიღო მეთქი რა. აი რა მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. რაზე აულაპარაკე და რაღაც მე დავრეკე პირველი ვიკითხე, მეთქი რომ კონკურსი ხომ არ გაქვთ უკაცრავად და არა, რაღაც უბრალოდ ადგილები შეზღუდულიო და დროულად არეგისტრირდა და ბევრი თვით ადრე დავრეგისტრირდი. რა ნუ არ იყო ეს რომ დარეგისტრირებდა მეორე დღესვე იწყებოდა და ნუ აი ეს რაღაც წავედი და აი აბსოლუტურად ზღაპრულ სამყაროში მოვხვდი რა. ანუ დარეგისტრირდი და კასტინგიც არ გაგივლია? არ გაგვივლია, მაგრამ გავიარეთ საკმაოდ დიდი, საინტერესო, ძალიან ჭკვიანურად და კარგად დაგეგმილი მოსამზადებელი პროცესი. ესე არის რომ დარეგისტრირდა ყველა აიყვანეს? არ ვიცი ესე დეტალები არ ვიყავით. რა თქმა უნდა არ იქნებოდა ხო? ბევრი სულ 2 ჯგუფი ვიყავით, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში იმის თქმა მინდა რომ ძალიან კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ ხო იქ რაღაც ქორეოგრაფიაც იყო, პლასტიკაც, ემოციების მართვაც, მეტყველებას, ნუ აი გადასარევად ჰქონდათ კურსი შედგენილი რა. ქალბატონ მანანასაც, თინათინსაც, უნიჭიერესი გოგო, ანუ მეტყველების პედაგოგიც საოცარი. და ნუ აი უკვე შემდეგ ეტაპებზე ამ ყოველს რო გავადიხარ, მე უკვე ბატონ ლევანთან გაქვს ბედნიერება მუშაობის რა და მართლა ბედნიერება იყო, იცი? იმიტომ რომ ერთი ოცნება აისრულე. ოცნება ავისო, მე იმდენად კამაყოფილი ვიყავი სცენაზე რომ გავიდა, მე თვითონ ვიყავი ბედნიერი. აი ისეთი ბედნიერი ვიყავი. საოცრად ითამაშე, მე რო ვუყურე, მართლა ერთხელ არ მიყურებია. რამდენჯერმე ვუყურე. საოცრად ითამაშე და როლი არ ვიცოდით რა გვექნებოდა, იცი? არ იცოდი. არა და ნუ აი ყველა რაღაც ინტრიგაში რაღაც და ნუ მოკეთ ჩვენ ესე იგი, პიესებისგან შემდგარ, ნოველებისგან შემდგარ ეს პიესა იყო და ერთ-ერთი ეწუდი იყო, მოკეთ აქ თამაშობდი და სახში მოვედი, მეკითხებიან რომ ბოლო ვისი როლი გაქვსო და მე ვუთხარი ჩემი. საკუთარ თავს თამაშობ მე ვუთხარი, იქაც ცოლი ვარ, იქაც ორი შვილი მყავს მე ვუთხარი. უბრალოდ იქ ილუზიონისტის ცოლი ვარ მე ვუთხარი. ნუ აი გადასარევი იყო რა, ეს იყო, აი ვერ გეტყვი, ეს იყო ბედნიერება, რომელიც გამყვება მთელი ცხოვრება და ყველას ურჩევ რა, რომ თუ კი რამე ოცნება გაქვთ ცხოვრებაში და კი შეიძლება თქვენ ცხოვრება ისე წავიდა, რომ ოფისში შეხართ ძირითადად რაღაც იქ ცხოვრების ოჯახის საქმეები გაქვთ, ცდილობთ რომ კარგი დედაც იყოთ, კარგი უფროსიც იყოთ, კარგი მეუღლეც იყოთ, კარგი მეგობარიც, კარგი დას და კარგი შვილიც, ყოველთვის იყავით კარგი მეგობარი აბსოლუტურად თქვენი თავისაც. პირველ რიგში მე მგონი. და აი რაღაცა ოცნება თუ გაქვთ, ვიღაცას თუ ხატვა გინდათ, დახატეთ, ვიღაცას თუ რაღაც არ ვიცი, სიმღერა გინდათ, იმღერეთ. მე მინდოდა თეატრში თამაში და ვითამაში. და აისრულე. ეგრე გამოვიდა და ეს პროექტი არაჩვეულებრივი დამეხმარა ამ ოცნების ასრულებაში. ძალიან მიხარია. თუმცა იქ მას არ ნიშნავს რომ რაღაც ძალიან ესეთი თეატრალური ამბიციები გამიჩნდა ან თავი პროფესიონალ მსახიობად მიმაჩნია. ნუ ეგ უდაოა რომ ძალიან კარგად გამოგივიდა. დიდი მადლობა. ეხა ბავშვობაში მინდა ცოტა ხნით დავბრუნდეთ. მომიყევი რამე ბავშვობას და რა იყო შენთვის ბავშვობა? სულ ვადარებ ხოლმე აი კონტრასტს რა. აი ჩემი შვილების ბავშვობას რომ ვუყურებთ, მე და ჩემი მეუღლე. თუმცა არ აქვს ისეთი ბავშვობა, რომ აი რაღაც მინდა და ეხლა მოგიტან. არა. სულ ვცდილობთ რომ აი რაღაცა მიზანი გქონდეთ, რასაც ვამბობდი რა, რომ აი რაღაც მიზანი გქონდეთ და აი ეს დაიმსახურონ რა. კი. მაგრამ აი ჩვენ დროს ეგ იყო რომ მიზანიც ბუნდოვანი იყო. რომ დაგემსახურებინა ხშირად არ იყო იმის საშუალება, რაც გინდოდა ეს მიგეღო რა. მაგრამ ძალიან კარგი რაღაცა, თავარი რაღაცა მივიღე რა ბავშვობაში, რომ მე მივხვდი, რომ წესიერ ცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს. და წესიერი ცხოვრებით ნაშონ, ანუ ანაზღაურებას ალტერნატივა არ აქვს რა. და ყველაზე მთავარი არის ის, რომ შენ იცი, რომ ის რაც შენ გაქვს, ანუ კანონზომიერად გეკუთვნის რა, იმიტომ რომ მე მინახავს ბევრი ადამიანი, რომელსაც რაღაცა უცეფიშოვა რაღაც ბევრი ფული და თვითონაც შეიცვალა, რაღაც იქ პრიორიტეტები შეეცვალა. მაგრამ მაინც მჯერა რა, ის სამყაროს ბუმერანგის პრინციპი მჯერა, რომ თუ შენ რაღაცეებს აღწევ სხვისი ცუდის ხარჯზე ეს რაღაცები გიბრუნდება. ხო, გრძელვადიანში ესე ბედნიერად არ ვითარდება რა, ხო და აი, ჩემმა ბავშვობამ, ჩემმა ოჯახმა მასწავლა ის, რომ
ნიშნულობა ქონდა აი ამ ადამიანურ სიყვარულს რა. და იმას რომ რაღაცა ეტაპზე შენ თუ ვიღაცაზე მეტი გაქვს, აბსოლუტურად არ ნიშნავს რომ შენ იმაზე მეტი ხარ. მეტი გაქვს არ ნიშნავს რომ მეტი ხარ. კი. აი ჩემმა ბავშვობამ აი ეს მასწავლა. და აი ამ პრინციპით ვცხოვრობ დღესაც. მეტი მაქვს, მე რამე მეტი არ ვარ. აი ეს მასწავლა. აი რას ეტყოდი სტუდენტებს, ახალგაზრდებს, რა უნდა გააკეთონ, რომ იყვნენ წარმატებულები? ძალიან ესა რა ქვია, რომ ვუყურებ, აი რომ მიფიქრე ახლა სტუდენტების თვალით მე როგორი ლექტორი ვარ. მეღიმება ხოლმე რა, იმიტომ რომ სტუდენტებთან მაქვს ხოლმე რაღაც ისეთი ტიპის გადახვევა, როცა ვესაუბრები არა მაგალითად იმ რაღაც კონკრეტულ საგანზე, არამედ იმაზე, როგორ უნდა უყვარდეთ საკუთარი თავი იმისთვის, რომ საკუთარი თავისგან შექმნან ის ცხოვრება, რაც მათ ეყვარებათ რა. და რას ვურჩევდი? პირველ რიგში ვურჩევდი იმას, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ. არ გულისხმობ იმას, რომ იყვნენ სპორტსმენები მაინც და მაინც ან რაღაც არ ვიცი მე უზარმაზარ წონებს წევდნენ დილიდან საღამომდე რაღაც სატრენაჟორო დარბაზში. არა. მე გულისხმობ იმას, რომ მათთვის იყოს უპირველესი და ამოსავალი წერტილი, რომ გქონდეთ ჯანსაღი გონება. და ჯანსაღი გონება გქონდეთ, ეს ვერანაირად ვერ იქნება მიღწეული, თუ შენ ეს გონება ბევრი რაღაცით მოწამლე რა. და თუ არ ისწავლე, ვერ გექნება, თუ არ კი, თუ არ ისწავლე, მაგრამ მე მინახავს ბევრი ჭკვიანი ადამიანი, რომელმაც საბოლოო ჯამში დაანგრია თავისი სიჭკვიანეც და არ ვიცი, სხეულიც და ყველაფერი. მთელი ჩემი არ ვიცი, აი ცხოვრების არ ვიცი, რაღაც რომ ვიყო ძალიან მდიდარი ადამიანი, აი მიფიქრია რას გავაკეთებდი და ძალიან დიდ ფულს ჩავდებდი იმის პროპაგანდაში, რომ ადამიანებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, მაქსიმალურად უნდა იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. არ მიეძალონ რაღაც ისეთებს, რაც იმ მომენტში შეიძლება ძალიან ისე მომხიბვლელი ჩანს, მაგრამ საბოლოო ჯამში ანგრევს ყველაფერს რა. მათ ნიჩს, მათ ტალანტს, მათ გონებრივ შესაძლებლობას, მათ კინეტიკას, მათ მომავალს, მათი შვილების მომავალს რა, საბოლოო ჯამში. მე მადლობა ღმერთს, რომ არ მყოლია ეგეთი პრეცედენტი ჩემს ოჯახში რა, მაგრამ მე იმედენი რა მინახავს გარშემო ხარ. ჩვენ ახლა ყოველ შემთხვევაში ხარ თბილისში დავიბადე, გავიზარდე. ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში ვცხოვრობდი და ჩემი გარშემო ადამიანები ბევრი შეიძლება ჩემზე ნიჭიერიც იყო, შეიძლება ჩემზე წარმოსადეგიც იყო, მაგრამ აი რაღაცეებში, აი ამ რაღაცა ცდუნებებმა, რომელიც საბოლოო ჯამში არის ზუსტად ის ბარიერები, რომელიც ძალიან ბევრმა დაამთავრა. შეიძლება ძალიან ეს სადღეგრძელოსავით გამომდის, მაგრამ როგორ ვესაუბრო ადამიანებს განათლებაზე, თუ ამ განათლების მისაღები გონებრივი რესურსი აღარ დარჩათ. და ყველაზე დიდ პრობლემას და გამოწვევას ამაში ვხედავ რა, რომ აი მაქსიმალური პროპაგანდა უნდა იყოს ყველგან, აბსოლუტურად ყველგან, ვისაც შეხება აქ ახალგაზრდებთან იმის, რომ მათ უყვარდეთ საკუთარი თავი. და იზრუნონ საკუთარ სხეულზე, რომელსაც აქვს ლიმიტი, იმიტომ რომ შენ თუ გინდა შენი გონებრივი შესაძლებლობები აითვისო, შენი სხეული უნდა იყოს მოვლილი, შენი სული უნდა იყოს მშვიდად და შენი გონება უნდა იყოს მომართული იმისთვის, რომ რაღაცა გამოგივიდეს. და ბოლოს რა არის შენთვის ლიდერობა? ჯილდო თუ ტვირთი? ყოფილა მომენტები, როცა მიფიქრია, რომ აი ტვირთია რა და აი არ მინდა ამდენ რაღაცაზე ვიყო პასუხისმგებელი რა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში როცა ტიპაჟურად ხარ ეგეთი რომ რაღაცებზე პასუხისმგებლობას იღებ, ეგეთი ხარ ყველგან, ხო? ანუ რა ვიცი, მეგობრებთან, რაღაც სახლში, რაღაც რთულ გადაწყვეტილებებში, რაღაც ოჯახის წევრებს, ანუ სულ გიწევს, ანუ ამ როლიდან ვერ გამოდიხარ. ანუ ოფისის კარს რომ გამოხურავ, ეგ იქ არ მთავრდება რა. გრძელდება და გრძელვადიანში მიდის და ადამიანების მოლოდინები ჩვენს გარშემო ვინც არიან, ყოველთვის ამის გარშემო ტრიალებს რა. ხო და ყოფილა პერიოდები, როცა მიფიქრია, რომ ტვირთი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში რომ ვუყურებ ცხოვრების დინამიკას რა, ჯილდოა. ჯილდოა. კი, ოღონდ ამას ჭირდება შრომაც
ენერგიაც და მონდომებაც რო შეინარჩუნო რა. კი. სახშიც ლიდერი ხარ? არა, სხვა არა. არა, აი ეხა 12 წელი გახდება, რაც მე და ჩემი მეუღლეს ოჯახი გვაქვს და რაღაც შულს უზრდით და რაღაც და ძალიან დაბალანსებული გვაქვს. რა სინამდვილეში აი ერთი დიდი გუნდი ვართ, სადაც ვართ ეს 4 ადამიანი, ჩემი მეუღლე, მე და ჩვენი 2 შვილი და ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებს ერთმანეთის აზრი, პატივს ვცემთ ერთმანეთის წარმატებას და გვიყვარს ერთმანეთის ოცნებები და აი სულ ვცდილობთ რომ ჩვენი რაღაცა ეს განვითარება და რაღაცა წარმატებები მიუძღვათ იმას რომ ეს ერთეული ოცნებები ავუსრულოთ ერთმანეთს რა. რა თქმა უნდა, არც ერთი ოჯახი არ არის რაღაც იქ დისნეის მულტფილმში დახატული რაღაც ის ოპერადი არ არსებობს. ყველაფერს რაღაც აი როგორც გულის კარდიოგრამა არის, ხო, რაღაც ვავირებს იქაც ყველგან ეს ხდება. მაგრამ თავარია რომ თუ შენ გჯერა რომ ამ ყველაფერს აზრი აქვს და გიყვარს შენი თავი ამ ოჯახში, მაშინ ეს ოჯახი იქნება კარგი და წარმატებული. ირინა, ძალიან დიდი მადლობა ასეთ საინტერესო საუბრისთვის და მადლობა რომ დღეს ჩემთან ერთად იჯექი პოდკასტში. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ინტერვიუსთვის და ძალიან საინტერესო კითხვებისთვის. მადლობა შენ. თქვენ კი ვინც გვისმინეთ და გვიყურეთ, ძალიან დიდი მადლობა. თქვენი ემოციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე.